ნარატივებს ჩვენ რეალურად ამას მართლა ხან იუმორში ვატარებთ, ხან კიდე უბრალოდ თვლით, რომ იმდენად დიდ აბსურდთან გვაქვს საქმე, რომ არ ღირს ამაზე ჩვენი ყურადღების გამახვილება, მაგრამ როგორც ჩანს ასე არ არის, სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი არის მომხმარებელი იმ ძალიან მდარე, ძალიან იაფასიანი პროპაგანდისა, რომელსაც ქართული ოცნება ავრცელებს და როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს და აქამდეც უნდა გაგვეკეთებინა, ჩამოვსულიყავით იმ პედესტალიდან, რომ ეხა როგორ შეიძლება ასეთ აბსურდზე საუბარი, ქვემოთ და ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე აგვეხსნა ყველაფერი და დაგვერქმია თავისი სახელი. პირველ რიგში, რაც მინდა გითხრათ, რომ